მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ რომ იცოდეთ, ინტერვიუები დაიდება ხოლმე ამჯერად ცალკე. თქვენ კი აუცილებლად უნდა დაგვიწეროთ კომენტარები G2-ს ქუდის თემები, რა შემდეგ ეპიზოდებში ვკითხოთ მონაწილეებს, ასევე დაგვიწერეთ ვისი ხირავდეთ შემდეგ ეპიზოდებში და დარწმუნებული ვარ რომ მოგეწონებათ ეს ცალკე კონტენტიც და თვითონ მეხუთე სეზონიც, იმიტომ რომ ეპიკურად იაკუძას და იტალიური მაფიის დაპირისპირებას იხილავთ. დაალაიქეთ ეს ვიდეოც, გააზიარეთ Facebook-ზე თქვენ მეგობრებთან და მოდი ახლა სტუმრებს დაუძახოთ და დავიწყოთ. გამარჯობა, მე ვარ ლაშა გელაშვილი და დღეს მოვედი მაფიის სათამაშოდ მეხუთე სეზონის პირველივე ეპიზოდში. ხო, მე თორნიკე ანდრეაძე ვარ და ისევ ამასთან ერთად დამცვეს რატომღაც კალთაში არ უზი ვარ ახლა, მაგრამ გვერდით მიზის მინიმუმ. შეგიძლია გადმოიჭდე. დაუმძიმდი. იქო. ლაშა, ახალი ფორმატით ვთამაშობთ, ხო? ახლა. დიახ. და რა იცი იმ სამ როლზე, მოდი შენ დაიწყე ჯერ. მე დავიწყებ იმიტომ რომ მინდა ვთქვა რომ ამ როლების შესახებ მე ჯერ კიდევ მაფიის მესამე სეზონიდან ვიცი და ისე მოხდა რომ აი დღეს უკვე პირველივე ეპიზოდში, ოღონდ მეხუთე სეზონის პირველ ეპიზოდში ამ ფორმატით წარსდგება მაყურებლის წინაშე. მე ბევრი რამე ვიცი და დარწმუნებული ვარ, როგორც მე მომეწონა. ხო. ისე მოეწონება ჩვენს მაყურებელს. მე სხვათა შორის მომწონს ახლა ეს რაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სისხლი იღვრება და ბევრი ხალხის გაყრა შეგიძლია. მანზეც გეტყობა რომ დღეს იაკუძას გულშემატკივარი. გამზადებული ვარ აი ეგრე მინდა რომ იაკუძა ვიჯდე ახლა ერთხელ მაინც რამეა მომივიდეს პატიოსნის გარდა რა. ძალიან საინტერესო როლია. მე მგონია რომ გაცილებით მრავალფეროვანი გახდება მაყურებლისთვის და მაფიის ისტორიაში პირველად მაყურებელი იხილავს ორი მაფიის დაპირისპირებას და რამდენჯერაც ვცადეთ, დავტესტეთ და ვითამაშეთ და მithანხმები რომ საინტერესო იყო. ძალიან მაგარი. იმიტომ რომ ორ სხვადასხვა გუნდებს შორის რაღაც შეთქმულებაც მიდის და თან ერთად თამაშიც რა შეიძლება პატიოსანმა და მაფიამ ითამაშოს ერთად რომ იაკუძა იპოვოს ან იაკუძამ და მაფიამ იაკუძამ და პატიოსანმა ითამაშოს. კარგი, მოკლედ აღარ რჩებიან პატიოსნები მარტო ისე რომ ანუ თავის თავზე იყვნენ დამოკიდებულები რა. G2-ს ქუდის თემა მოიღე. G2-ს ქუდის თემა. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა გახლავთ გადაშენებული სახეობები. რაც ველოდებოდი ხამ თემას რა თქმა უნდა, არაერთხელ გვისაუბრია. Game 4-ია. არა, Game 4-ზე გვისაუბრია, კი ჩვენ ხო დინოზავრის დამატებაც გვინდოდა, გახსოვთ? და იმიტომ რომ მახარა ძალიან კარგად ასრულებს T-Rex-ის როლს. ბიჭო, ეგ აქ არის. არ გადაშენებულა ჯერ. ო, მაგრამ თვითონ მახარა მალე არა, მახარა რატო უნდა გადაშენდეს, კაცო არ გადაშენდეს, მაგრამ დინოზავრის როლი უნდა დინოზავრი მახარა გადაშენდეს. დინოზავრი მახარა. კი. შენ ამბობ რომ Game 4-ია გადაშენდა? ხო, არ ჩანს ბოლოს როდის ნახე. ხო, არა, მე გადაშენებულ სახეობაში შევიყვანოთ. მე უფრო როგორ წავედი? ორი სეზონია არ ჩანს ახლა. ორი სეზონია არ ჩანს, ხო, გასა. მიმედია რომ მეხუთე სეზონში გადმოშენდება ისე, მე ესე მგონი. ჩემთან G2-ის ქუდის თემიდან ამოვიდა ბილიარდი. ო, ბილიარდი, წეგან ვეთამაშებოდი ქოროს და სუხოიზე ვიგებდი, მაგრამ ინტერვიუების გამო მომიწია რომ მოსულიყავი აქ და ერთი ბურთი დაუტოვე მახარას. T-Rex-ი არ გეთამაშა, ხო? T-Rex დაუტოვე ერთი ბურთი გადაშენდა. ეგ ვერ ჩააგდებდა. მგონია რომ მოიგეს, ხა ერთ ბურთს ყველა ესე როგორ ესე უყურე. დავალება ოზის. და მე წავედი ხა. გული არ გაგისკრეს. 20 წამის განმავლობაში დაგვიმტკიცე რომ ხარ ნიჭიერი, მაგას რა დამტკიცება უნდა. მაგრამ კაი, ის სიმღერე. მამა. არა. ძალიან მაგრამული, თქო არ ხუმრო სერიოზულად. დავაი ნიჭიერი ხარ, მიდი. დრო ფაითო. გამონაცდა რა, მიდის წამზავე. მოიც. მაგითი ის და ციციანი. ცოტა სხვა რამე. მოდი მიდის? რა? სპოტში რო უბრალოდ სო არ ვარ. რო არ დამიწია ჯერ სიმღერა. იმღერე. ლაშა რაგჭი. ლაშა. შენ ხაროზი. 10 წამი. შენ ხაროზი. მე ვერ მღერი ხა ისე როგორც ოზი მღერის. სიქოეუზია. გამარჯობა, მე სამუელ კარაპეტიანი ვარ, აქ ხშირად ვარ ნამყოფი, მაფია ხშირად მითამაშია და ვიმედოვნებ, რომ უფრო ხშირად ვითამაშნებ. და ჩემთან ერთად არის ვაჟა გოგუა, რომელიც ხშირად არის აქ ნამყოფი და უფრო ვიმედოვნებ, რომ უფრო ხშირად მოვალ ხოლმე აქ. როგორ ახარ სენსოს? მადლობა, კარგად. რა არის მაფია შენთვის? ჩემთვის მაფია არის კარტი, რომელსაც აქვს მკვლელობა და არ უნდა დაიწვას თავი. ჩემთვის მაფია ეს არის. არსებობს კიდევ ასეთი როლი, მარჯვენა ხელი ქვია. და თქვენთვის ზედმეტად ცნობილი ხომ არ არის ეს როლი და თუ შეიძლება რომ კარგად აღმიწეროთ თავიდან ბოლომდე ყველა დეტალი თქვენთვის რას ნიშნავს? მადლობა ნიკა, მადლობა. თუ დამაცდი ნიკა ლაპარაკს შემიძლია. მარჯვენა ხელი ჩემთვის ძალიან საერთოდ სხვა რაღაცაა, იმიტომ რომ მარცხენა ხელი, ვინც მარცხენა ჯობია, სრული სიამოვნებისთვის.
ვისაც გამოუცდია ეს ყველაფერი, ყველა მიხვდება ამ ყველაფერს. ხო და თამაშზე მეკითხები, კაცო? დიახ. აუ. იქით წავედი ცოტა ტუალეტისკენ. თამაშს რაც შეეხება მარჯვენა ხელი არის ბოსის ჩმორი, რომელიც გააკეთებს მკვლელობებს და პორნოებს. დიახ. და ნახოთ, როგორ შევითავსებ ამ როლს. ახლა მოვიღებ G2-s ქუდიდან თემას. თქვენ ჯერ არ უნდა გახსნათ. დღევანდელი G2-s ქუდის თემა არის მონარქიის აღდგენა. არიცი? არ ვიცი, ხო, ადრე იყვნენ მეფეები. ხო. რომლებიც, მეფეობა რა იყო, ეხლა გეტყვი რა, არჩევნები კი არ იყო, ბიჭო. იგი მეფე რო იყო, სანამ არ მოკვდებოდა მეფე იყო და იგი მერე პრინცი რო იყო, პრინცი ხდებოდა მერე მეფე. მარმალადი. დღევანდელი G2-s ჰეთის თემა არის Bro, just say Georgian. ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება. დიახ, ქოროს ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება, არ აქვს ქოროს ძალიან რთულია. აი, ძალიან რთულია ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულებაზე ლაპარაკი. ცხვირის ოკნაზეა ეს ბიჭი. ფაქტობრივად ცხვირი არ მაქვს და რა და ვცდილობ ხოლმე რომ აფთიაქებში ცხვირის წვეთები არ შევიძინო, მაგრამ ფასაკლებაში შეხვდება ხოლმე. მაინც ყიდულობ რომ ჩემ მეგობრებს შევასხა. დავალება ბასტოს. მედია საშნავარი ხდება და სახსახლა არ მომიწევს. დროშოს ხორობ. დამაჯერებლად გითხარი თუ რატომ არ ხარ ქოროზე შეყვარებული. მე ერთხელ ცადე ქოროზე რომ შეყვარებული ყოფილიყავი მართლა და როცა შეყვარებული ადამიანები ცდილობენ რომ სიყვარული გამოხატონ, ტუჩებით ვერ მივახლოვდი, რაღაცა დაბრკოლება მედებოდა ხოლმე, ისე რომ აი ვერას დროს ვერ გამოვხატე ქოროს მიმართ სიყვარული. აი სადღაც 3 მეტრის მანძილზე რაღაც დაბრკოლება იყო და ხელითაც ვერ წდებოდი ტუჩებამდე. რაღაც დაბრკოლება ესე მქონდა და აზრი არ აქვს 3 მეტრიო თუ ვერ გაიგეთ. ვინც ვერ გაიგეთ. ამიტომ მივხვდი რომ აზრი არ ქონდა ქოროსთან სიყვარულით დაკავების და გადავიფიქრე ასე. დავალება ქოროს. მიდი G2G-სთან და 300 ლარს მოგცემს. კარგი. გითხარი ხილი რომ ყოფილიყავი, რატომ არ იქნებოდი მსხალი? იმიტომ რომ უკვე არსებობს ეს სიმღერა. მე ვარ სულ პატარა მსხალი. და ამიტომ არ სრულდება ეს ჩელენჯები, ქორო შეგიძლია რომ ჯერ შენ გახსნა, ბოდიშ სენსუს შეგიძლია რომ შენ გახსნა ჩელენჯი. კი ბატონო, ჩელენჯი ქოროს. ნულოვან წრეზე გააკეთე ბუჩქი ან ჩაიდანი და არ თქვა რომ ეს ჩელენჯის ნაწილია. უნდა იყოს დამაჯერებელი და სერიოზული. ეს არის რისი ბრალი, იცით, აი ხო ეს ყველაფერი წერია, აი სახიობი რო ხრავად მაგით. აი ავაყირავებ ახლა ამ მაგიდას და წავალ. ეჭუდიო ჩელენჯი ბასტიას ძალიან ბევრი ტექსტი წერია. ნულოვან წრეზე შენ სიტყვაში არგუმენტირებულად გამოიყენე ფრაზა თეთრი Toyota Prius. ისე თითქოს შენი სიტყვის ნაწილია და არ თქვა რომ ჩელენჯებული ხარ. მოგესალმებით, მე ვარ კოპა. მე ვარ მე-11 მაფიაში, ახლა გავიგე, მაგრამ იდეაში ყოველთვის აქ ვარ და თუ კაცში ვერ მხედავთ, კაცს უკან ვარ, ამიტომ დღეს იმედრე მოვიგებ. გამარჯობა, მე ვარ სოსო. მე რამდენჯერ ვარ მაფიაში. არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ ბევრი თამაში დამიგროვდა უკვე. ახალი როლები დაემატა მაფიას და რაღაცა ინფორმაციები მე უკვე მაქვს ახალ როლებთან დაკავშირებით. 3 ახალი როლია. ნუ იდეაში 2 ახალი როლია და 1 არის როლი, რომელსაც თვითონ დონი ირჩევს რა, აი მარჯვენა ხელი. ეს. რაც არ მესიამოვნა არის ის, რომ სერიული აღარ არის თამაში, რაც ჩემთვის ძალიან გულსატკენი ამბავია. შანსებს ცოტა გულისკენ მიყავს ხო რაღაცა. მაგრამ არის შოგუნი და არის იაკუზა. და იდეაში ორივე ერთი და იგივე კლანის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ერთი არის უფროსი, მეორე არის დაქვემდებარებული პირი რა, რაღაცა. და რომელიმეს ვეცდები რომ შევითავსო მეგობრებო. საინტერესო იქნება. სერიulis ნაცვლად. ინტერვიუებში პატარა ცვლილებები გვაქვს და დღევანდელი G2-s ქუდის თემა არის შოგუნი. შოგუნი არის ახალი როლი მეგობრებო მაფიაში, რომელსაც ყავს თავისი იაკუძა და შოგუნი ცდილობს იაკუძას ხელით დახოცოს ან მოქალაქეები, ან მაფიის წარმომადგენლები. შესაბამისად, საკმაოდ კარგი როლია იქამდე სანამ მოკლავენ იაკუძას. იმიტომ რომ მერე რჩება კილების გარეშე. ჩემი თემა არის ელექტრომანქანები. მე ჯერ მანქანა არ მყოლია, მაგრამ ელექტრომანქანებზე შეგვიძლია ეგეთ რაღაცა ვთქვა. პირადად ჩემი აზრით, ელექტრომანქანები არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩუმად დაეტაკები ნებისმიერ ადამიანს, რომ ისე ვაფშე ვერ გაიგებს, რომ ეტაკები. ნებისმიერ ადამიანს დაეტაკები ჩუმად. ესლა საქმე. ნებისმიერ არ მანქანაში დავждები და ისე დავეტაკები, რომ ვერ გაიგებს. გაიხარეთ. ეს რა არის?
ჩემი კონვერტი შენ. და რა ხდება ამ კონვერტში? ავთ ნახე რადოში. არიელია ძმა. ანუ თან ტიპს რო უყვის რო კონვერტი ცარიელი. ნახე მე შენ კონვერტი მაინც მოგეცეს რაც პროსტ არაფერი არ დეოს და შეიძლება ყოფილიყო სანდრედის საგზური, მაგრამ არ არის სანდრედის საგზური და მაგრამ რაღაცა მომავალში ვფიქრობ რომ შეიძლება რამე იდოს მაგ კონვერტშიც. ჯერ კონვერტი დავიწყე მე. ნახოთ, შეიძლება შემდეგ გადაცემაში მეც რაღაცა კონვერტი ყვითელი კონვერტი მომწეს ცარიელი. გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე მოვედი დღეს მაფიის სათამაშოდ. ეს არის მიკროფონი, რომელსაც ქვია პეტრიშკა, მაგრამ მინდა რომ ქართულში დავამკვიდროს როგორც ღილი მიკროფონი, ეგრე არის სწორი და შენ თუ შემომერთები ანუ ამ ინიციატივაში. მე აუცილებლად შემოგერთები, ბებია ჩემი იყო ფილოლოგი და მე უბრალოდ უფლება არ მაქვს, რომ ეს ლეგასი არ გავაგრძელო. ღილი მიკროფონი ამის მერე, მეგობრებო. გამარჯობა, მე ვარ ანანო და აქ მოვედი იმისთვის, რომ თქვენი სიყვარული მოვიხვეჭო. ცუდა თუ ვითამაშებ, რა თქმა უნდა, უფრო უნდა შეგიყვარდეთ, იმიტომ რომ წავალ და თავ ჩამოვიხტო და თუ კარგად ვითამაშებ, მაგას რა ჯობია გულები გამისპამეთ. ახალი ფორმატია, ვთამაშობ პირველად, ძალიან მიხარია და ცხოვრებაში პირველად არ მინდა რომ პატიოსანი მოქალაქე ამომივიდეს. შენ რა როლი გინდა ჰიტა? დღეს ჩვენს მონაწილეებს აქვთ დრეს-კოდი, აი შავებშია წარმოდგენილი. ძალიან დრეს-კოდით მოვედი, მეგობრებო. ზოგი ჩვენი დღევანდელი თამაშის მონაწილე წარმოდგენილია შავებში, როგორც იტალიურ მაფიას შეეფერება, ზოგი როგორც იაპონურ მაფიას შეეფერება. მე ვარ როგორც casual სტილის წარმოდგენილი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. და მინდა რომ დღეს მოქალაქის როლი მომივიდეს. და იმედია ამ ბევრი როლების გაურკვეველ თავგზავნელობაში პირველ თამაშს ვითამაშებ ჩვეულებრივი მოქალაქე. ესე პირველად მინდა ის ცხოვრებაში და შენ რა როლი გინდა? ცოტა უძილოა და დინამიკა. მე მინდა უარყოფითი როლი, იმიტომ რომ პირველად მინდა უარყოფითი როლი რა. მინდა რომ მაფია ვიყო და აი შენი კუბურკრული ჟაკეტით, რომელიც 5 სეზონია ვერ გაგახტევინე, გაგიშვა. პირველი ვეჯე დაგადუღო. აი ამ თმის მერე. აი მე თუ ამომივიდა მაფია, პირველი მოკვდება ჰიტა, იმიტომ რომ მე ამ სანახაობას ვერ გავუძლებ ფიზიკურად. მაბულინგებს ეს ადამიანი. ჯიტოს კოდის ქრონიკები არის სუნამოები, როგორც ვამბობდით, ყველაზე კარგი სუნი ვისასდის ხოლმე, მახარეს, რომელიც თავისი ოფლის სუნით მოდის, ხო? იმიტომ რომ კაცის კაცური სურნელი, რა თქმა უნდა, მახარეს ყველაზე. შემდეგ მოდის ბასტო. შენ ჯიტუჯის ასხია დონი, ეგრე ქვია ბასტო მაყიდინა ყარს ხოლმე, მაგრამ დრახან დონი ქვია სუნამოს, მაგიტო ასხია ხოლმე დონის სუნამო. ასევე სუნამოებში გამოირჩევა ქალბატონი ლენკა, რომელიც შემოდის, თავბრომ ეხება ვარდები კვდები. მაგის სუნს ყველაფერი მირჩენია საერთოდ. თქვენ რისი სუნი აგდით ჰიტა? Parfum de Marly Altaira. მოგონელი იყო ალბათ, ხო? წადი. დღევანდელი G2G-ის კუდის თემა იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგია, მაგრამ მაინც ჯობია ალბათ საკუთარი მანქანით თუ გადაადგილდები. იმენა მე 5 კლასელი ხარ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგი იქნება თუ განვითარდება. აი. დაჯეგი ხუთიანი. ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას ჩვენ ვზოგავთ ენერგიას და ამით დედამიწას უფრთხილდებით. ყოჩა ხიტა ძალიან მაგარია ეს ყოველივე. ქალბატონმა ლენკამ ესეთი დახვეწილი კონვერტი გადმომცა, ჩემთვის ყოფილა დავალებები. აბა ნახოთ ჰიტა რა არის ჩემთვის. დავალება არის შეეცადე რომ პასუხი არ იყოს G2G. ანუ ჩვენთვის ყოველთვის პასუხი არის G2G. ფულრუმ მაფიას კონტენტის კეთებაში ვინ გიშლის ხელს ყველაზე მეტად. პასუხი არ უნდა იყოს G2G. ამიტომ მე ხელის შემშლელი ფიზიკურად აღარ მრჩება. ვის ეზარება TikTok-ების გადაღება ყველაზე მეტად. სხვათა შორის ამაზე პასუხი G2G არ იქნებოდა, ყველაზე პრინცესა და TikToker-ა ყავს ხოლმე G2G და ეგ ითხოვს დავალე. მოდი TikTok-ები გადავიღოთ. ყველაზე მეტად ეზარება ალბათ რავი, კოპალას. და ჩვენი გუნდის წევრებიდან ვინ ცხოვრობს ყველაზე ჩემთან ყველაზე ახლოს ცხოვრობს ან G2G ან ლენკა. ყველა გლანი თემკას სასტავი ვართ. ჩვენი ჰიტაშა. ვაშე აქ ყველანი გლანი თემკის სასტავი ვართ რა, მე მგონი. ერთადერთი ოზია შენ მეზობელი. ჩემი მეზობელი ვაფშე ოზია, ხო? ხო, ყველაზე შორს ვინ ცხოვრობს, არ ვიცი. ერთ კოპალად ცხოვრობს, ეგ სუვინა დაუტოვებია საერთოდ საქართველოს მაგას. იმედია დღევანდელ მაფიაში წარმოსადეგად და ღირს შესანიშნავ პერფორმანსს დავდებთ. მეც და სხვა დანარჩენი მონაწილეებიც. ეს ვიდეო თურმე ცალკე დაიდება. მე მეგონა მაფიის ინტერვიუ იყო ახალი ფორმატით, მაგრამ არა უშავს. ყველანაირი სიახლე საბოლოო ჯამში კარგად წარმოჩინდება ხოლმე.
ამით მეგობრებო, მე და ლუკა კალატოზი მოგესალმებით, იმიტომ რომ ლუკას არ შეუძლია მოსალმების გამოხატვის უნარის დაქვეითება აქვს ამ ბოლო პერიოდში. დაგვს ეხლა რომ დღეს ლენკას მოუფიქრები ეგეთი გენიალური რაღაცა და დაეხმარა იასნია ელოშა. იმიტომ ეს ყველგან უნდა გაეკვეხოს და ჯანდაბას საკაც მოფიქრებაში დახმარებია, იდგა თურმე. ლენკა რო ფიქრობ ეს იდგა და აი ეს იდეის მოფიქრების დროს შემთხვევით გაერია ამაში და ამ ყველაფერს ლუკა აქ ხარ? აი ხარ. მოგესალმებით, მე ვარ ლუკა კალატოზი, 27 წლის. ეს არის G2G-ს ქუდის თემები, ამოვიღ მიჭირავს. ეხლა ამას გადავდებ. დღევანდელი G2G-ს ქუდის კითხვა არის საქართველოს მსოფლიოზე. საქართველოს ნაკრების მსოფლიოზე გასვლა ძალიან დიდი მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და იმედია გავალთ, იმიტომ რომ ევროპაზე რო გავედით, გახსოვს ქუჩაში რაც ხდებოდა და მსოფლიოზე რო გავედით, ვაფშე რა იქნება. სოფლაზე მეგონია რომ GCB-ს ტრაქტორებით შევალ და ამიტას ამოვიხებთ ესე მეტრით და ქუჩაში მოვაბნებთ ესე თული. დღევანდელი G2G-ს ქუდის თემაა ტანსაცმელი წერია. ალბათ ყველაზე გემრიელი ჩაცმულობა და ძალიან სიმპათიურად მე გამოვიყურები. თუ არ ჩავთვლით მანუმურგულიას მქონე გემოვნების ადამიანებს, რომლებიც კალატოზი ჭერენ. მე არ მომწონს იუთუბერების ჩაცმულობა რა. ნუ ერთ-ერთია გიორგი კალატოზი თავის ვილოტის შარლით, რომელიც არის გენია. აი პოდიუმზე მგონია რომ სულ უნდა დადიოდეს. აი ვიქტორია სეკრეტისის ნაშები ხო დადიან სულ და გიორგი კალატოზი გვერდზე ცალკე ზოლში აბსოლუტურად ყველაზე სულ უნდა. თავისი კალატოზ ლაინი უნდა ქონდეს და იქ სულ უნდა მოძრაობდეს. იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ როგორ არასდროს არ უნდა ჩაიწოს ადამიანმა. ყველაზე კარგად ვისაცვია. მე შენს გარდა. შენ გარდა? გახარ სადღაც შორს ხო ზემოთ და აი შენს მერე ვინა. ამაზე არ ვფიქრი არასდროს რომ ამის გარდა სხვა ვიღაც არსებობს. დავალება מחარას. ვა, ნეტარა დავალება იქნება დღეს, წინაზე ძალიან რთული იყო, მე არ წამიწიფოს. აგვიხსენი რატომ არის გიორგი კალატოზი უკეთესი ძმა? ხმა. ეს ვიცოდით მე რომ ვიждებოდი აქეთ. კი, აბა. გიორგი კალატოზი უკეთესი ძმა, იმიტომ არის რომ არა, მე მგონია რომ ამურ ძმას შუა ყველაზე კარგი ლუკა ქცევებიდან გამომდინარე და სითბოს გამოხატვის უნარიდან, იმიტომ რომ უნარის სითბოსი ძალიან დიდი აქვს ლუკას. და გიორგი კალატოზი კარგი ძმა რო იყოს, მინიმუმ თავის 3 წლის ძმას ქვაფში არ ჩააგდებდა ადუღებულში და არ მოხარშვას არ დაუწყებდა. და არ ენდომებოდა რომ მომკვდარიყო ბოლომდე. თუმცა არ გაუმართლა და გადარჩა ბატონი ლუკა და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ლუკა რომ შენ ცოცხალი ხარ და შენი ძმაც რო ცოცხალია, მაგიტო არა ვარ მე ბედნიერი. სხვა კითხვა იყო, მაგრამ არა უშავს. რა იყო? გამარჯობა, მე ვარ გიორგი კალატოზი, 30 წლის, იუთუბერი და ინფლუენსერი. გამარჯობა, მე ვარ ტატო ბაციკაძე, ვარ 40 წლის და წელი მტკივა უკვე. და გიორგი კალატოზი ხოშოს 31 წლის არის, უკვე გაიზარდა დიდი ბიჭია და მართალია, აღარ მახსოვდა 30 წლის, აი 31 რო გავხდი, სულ მაინც 30 მაქვს ხოლმე თავში, იმიტომ რომ ეგრე ხდება, საერთოდ ერთი წელი რო გემატება, მაინც ძველი ასაკი გონია ხოლმე, რომ ძველ ასაკის ხარ. პირველად თამაშობ. პირველად თამაშობ. და მე ძირითადად კამერებს თორ ჩამირთავენ, მაფიას არ თამაშობ. და ამ ახალი წესებით, ახალი როლებით პირველად თამაშობთ. არც ანუ აგვიხსნეს დაახლოებით, ია და ისე ვიცით რა საკეთებენ იაკუძა, მაფიას და მარჯვენა ხელი ასაკეთებენ, ეხლა ბერმა იცის აქ ძალიან კარგად მარჯვენა ხელი ასაკეთებს. კი, მახარა მომიხსნა მე ძალიან კარგად, G2G რო ყავდა მარჯვენა ხელი ასაკეთებს. ბერმა მახარას უნდა ძალიან, მახარას უნდა რომ ამოიდეს ძალიან მარჯვენა ხელი. დღევანდელი G2G-ს ქუდის თემა გახლავთ ვაშლი. ვაშლი? ვაშლი? ვაშლი. პროსტა ვაშლი? უბრალოდ ვაშლი. ძალიან საინტერესო იქნებოდა რომ ახარას ამოსვლა, შეიძლება ახარას წამოვიდა, ის უფრო კარგად ისაუბრებდა, თუმცა გორელი ისტორიკოსები გადმოგცემენ რომ გორში ვაშლი ეს არის მითი. ახარას თქმით ეგრე არის, ხო? არ გაულია. ანუ ვაშლი სერიოზული დანიშნულება აქვს, ახლა ადამი და ევა ვაშლი, პირველი ცოდვა, ნიუტონი, ვაშლი, მახარა. რუსეთში გავიტანოთ ვაშლი რა გავიტანოთ. ხო, ვაშლის გამყიდველო. ვაშლის გამყიდველო მიწა დასაყრელო. მითხა რატომ დამყიდ ვაშლი და მე ხო, კიდე ვაშლზე ზუმბა. კიდე ვაშლზე ხა ამერიკაში ასვათა შორის ვიცი. ვაშლი შეიცავს რკინას კიდე ამის თან შეიძლება. და ვაშლი სხვადასხვა იყო YouTube ლიგაზე მეკარე. ხო, და მე და შენ მიყვავდა თამაში. და მთელი თამაში ვეძახეთ მეკარეს ვაშლი და თურმე არ მდგარა ვაშლი კარში, თურმე სხვა მეკარე. სხვა მეკარე იდგა თურმე შეგვიშალა. წელი თამაში ვაკეთ და ვადიდეთ, ვაშლი რა ბურთი აიღო და რაღაცა თამაში დამთავრდა მე გითხრას რომ თუ მარტო შენ პრივილეგია რომ ვაშლზე ვილაპარაკოთ. არა, ჩვენ მე ძალიან გამიხარდა და მაგიტომო. ვაშლი კიდე ნახე Big Apple ან New York-ი არის Apple-ი. Macintosh-ი, ხო? iPhone-ი.
ბევრი რაღაცა, ანუ ვაშლი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის კულტურაში, ჩვენ ცივილიზაციაში ვაშლს ძალიან სერიოზულად დატვირთვავთ. მიჩურინის ვაშლი? მიჩურინის ვაშლი. ხო, ანუ ყველანაირ მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, რელიგიაში, ფილოსოფიაში, ყველაფერში ჯითუჯის ქუდის თემა, ჩემი თემა არის ატომური ბომბი. ატომურ ბომბზე მისმა შეიძლება რომ ესეთი ყველაზე დამანგრეველი იარაღია, მაგრამ რაც ატომური ბომბი შეიქმნა, უფრო ნაკლებად არის ომები. ერთი ყველაზე დამანგრეველი და ყველაზე დამანგრეველი იარაღია. ერთი, ანუ კითხვა იცი კიდე რამე? ასტეროიდი რო ჩამოვარდეს, ასტეროიდი იარაღი არ არის. ო, ანუ ადამიანის შექმნილი კი? იარაღი, ანუ ყველაფერი ადამიანის შექმნილი იქნება. არა, ნუ ამას ამბობ, იარაღი არის ადამიანის შექმნილი რაღაცა კითხი, ხო? და ატომური ბომბზე დამანგრეველი არაფერი არ არის. ბირთვული. ხო? ადამიანების მახასიათებელია, ეგ რა ატომური ენერგია ზოგადად ატომური მეცნიერებაში როცა ატომურ ენერგიაზე დაიწყეს ჟელობა საუბარი, ძალიან კაი იყო, იმიტომ რომ ბევრ რაღაცა კარგში შეიძლება იქ გამოიყენო ატომური ენერგია ზოგადად. მაგრამ აი ადამიანი როგორი ჩათლახია, მაინც იქითკენ წავიდა რა, განადგურებისკენ და ბომბისკენ. თეთრი ხალხი რო ჩაიცვა თმა რო გაიშალა, უფრო კარგი არ იქნება ატომურ ბომბზე საუბარი ასე დროს. ხო, იგი ულაშებსაც დავიტოვებ და ბოლომდე დამსგავსები აინშტაინს. რიქს დაგიძახეთ მე თან. ხო, რიქზე წახვედი შენ. მე თეთრხათმების გაშლაზე აინშტაინზე წავედი. ვეყოფა? რომელსაც ისეთი დიდი როლიც არ მიუძულს ახლა ატომური ბომბის შექმნაში, როგორც ვარაუდობენ, მაგრამ მეცნიერება როგორ არ აინტერესებთ. ხო, აი გაგვიგრძელდა ცოტა. ვაშლზე მოგავიორება ატომური ბომბზე არა. წარმოუდგენდა მე ეჭვი მაქვს, ჩვენ უფრო კომპეტენტურები მაინც ვაშლზე საუბარში ვართ ვიდრე ატომურ ბომბზე და მაგით ვაჩერებ. მოვიდა დავალება ჩემთვის მეგობრებო და წავიკითხავ რა არის. ილაპარაკე მახარაზე 30 წამი. მახარაზე ლაპარაკი 30 წამის განმავლობაში არის ძალიან ცოტა. მე შემიძლია მასე წიგნით დავწერო. მაგრამ ეს წიგნი არ იქნება სევდიანი. ეს იქნება კომედია. გამხელ წიგნი იქნება. მახსოვს ყაზანის რუბინთან რო თამაშობდით. მახარა მითხრა. ყვითელი ბარათი რო ქონდა. და გაუთხარი, ეგ ისტორია მოყოლილი მაქვს. მახარაზე იყო ეგ ისტორია რეალურად. მახარასთან ყოველკვირეული ურთიერთობა არის ჩემთვის უდიდესი სულიერი საზრდო. თერაპია. უბრალოდ სხეული ძალიან გამოფიტული მაქვს. მე ახლა წიგნს დაიწყებდი, თორემ მეგონა სხეული ძალიან გამოფიტული მაქვს ხოლმე ჩაწერების შემდეგ, მაგრამ სახში რო ბრუნდები თითქოს და ბიბლიოთეკაში ვიყო და წამეკითხოს ალექსანდრის ბიბლიოთეკაში. ალექსანდრის ბიბლიოთეკაში, რომელიც განადგურებულია. თითქოს არ განადგურებულა. ხო და თითქოს მახარ არის ალექსანდრის ბიბლიოთეკა. თითქოს აი ამ ერთთან მქონია შეხება მახარას ლაპარაკი. თუმცა ეს მოითხოვს თელევიზიელი პაპირუსები და კი. და მისგან გავიგე ისტორიისგან გულში ვაშლი არ არის. ხო და ისტორიისგან დაკარგული მთელი ეს ინფორმაცია, რომელიც ვერასდროს ვერ გავიგებთ რა ეწერა ნეტა იქ მახარას აქვს და ხო თერაპია მახარასთან ყოველგვარად საერთოდ რეკომენდირებული. მე უნდა მესაუბრო რატო, მაგრამ კარგი რომ შენ გააგზელე, იმიტომ რომ მე უბრალოდ ბევრი მახარასაუბრო. ჩაერთო რა თქმა უნდა. ანუ მეც მეგონა მასი ამ პროექტს უდიდესი მადლობა რომ ასეთ გენიოსთან როგორიც არის გიორგი მახარაშვილი მე მეძლევა საშუალება რომ ერთი მაგი და გავიზიარო. ანუ რომ კვირაში ერთის გარდა ორჯერ შეგეძლოს მასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ხო ძალიან ფასდაუდებელი პერიოდი არის, ყოველი წამი და წუთი რომელიც მახარასთან შეიძლება ადამიანმა გაატაროს და რეკომენდირებული საერთოდ ყველას გირჩევთ თუ სადმე მიგიწვლებათ ხელი და საშუალება გაქვთ, სცადეთ რომ მახარასთან დაუკავშირდეთ მახარას, შეხვდეთ, გაესაუბროთ 2 წუთი მაინც, იმიტომ რომ ის 30 წამი მაინც რომ რაღაც წაიღოთ მისგან. ხო. აი რაღაც 30 წამში რაღაცა ისეც გეტყვით, ან ახალ უზრდელ სიტყვას, რომელსაც ამას მეგობრებს გამოიყენებთ. კი ბატონო.